საღამომშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო. მე გახლავართ ანა მესხი და მოგესალმებით ტელეკომპანია ქართული TV-ს ეთერიდან. დღეს პარასკევია, საღამოს 9 საათი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ჩემს საავტორო გადაცემას სახელწოდებით ქართველური ცივილიზაცია. ჩვენ ახლა წარმოგიდგენთ მეორე ციკლის მეხუთე საუბარს, სადაც აქცენტი გაკეთებული იქნება ამირანისა და თევზის ურთიერთობაზე. თევზისა, როგორც ამირანის იპოსტასისა. აღნიშნული მასალა, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ დამყარებული არის ერთ-ერთ ჩემს ბოლო მონოგრაფიაზე მიჯაჭვული ამირანის ლინგვო-კულტუროლოგიური ქსელი. მაშასე ამირანი და თევზი. თვითონ თემა ამირანისა და თევზის ურთიერთკავშირის შესახებ აღმოჩნდა, რომ ძალიან დიდია. ამის გამო ჩვენ ამ თემას რამოდენიმე საუბარს დაუთმობთ. თუმცა უნდა ითქვას, რომ გარკვეულწილად პარადოქსალურად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ ჩვენს თქმულებებში ამირანის შესახებ ფაქტობრივად არაფერი არ არის ნათქვამი ამირანის თევზისეულ იპოსტასზე. ერთადერთი კავშირი, რაც ჩანს ამირანსა და თევზს შორის, ეს კალმახის სახელია მისი მამის სახელში სულ კალმახი. მიუხედავად ამისა, ძალიან ფართოა და ამას თვითონაც ნახავთ ჩვენი საუბრიდან, საკმაოდ დიდი დიაპაზონის მქონია აი ეს ურთიერთობები თევზსა და ამირანს შორის. მოდით გავაკეთოთ ასე, რომ ჩვენ ასე ვთქვათ ძალიან მოკლედ შევაჯამოთ ის მასალა, რაც არის თევზთან დაკავშირებული და რაც ამირანის მამას ეხება, ამ შემთხვევაში გულისხმება, რა თქმა უნდა, სულ კალმახი და ჩამოვაყალიბოთ გარკვეულ წილად აი ის სურათი, რომელიც ამირანის, თუ შეიძლება ასე ითქვას, გენეალოგიას შეეხება. ამ თვალსაზრისით ჩვენს მიერ ჩატარებული საუბრების საფუძველზე და შეგახსენებთ ახლა, რომ ეს საუბრები ძირითადად ჩატარდა პირველი ციკლის პირველ, მეორე და მესამე საუბარში და ჩვენ ძირითადად დღეს, რა თქმა უნდა, აქცენტირებას გავაკეთებთ სწორედ ამ ინფორმაციაზე, იმის გამო, რომ ის წარმოადგენს ჩვენთვის სწორედ საყრდენ მასალას და შემდეგ უკვე მასზე უნდა დავაშენოთ ის ახალი მონაცემები, რომელსაც მე თქვენ დღეს შემოგთავაზებთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ 4 მნიშვნელოვანი პუნქტი უნდა გავიხსენოთ ჩვენი წინა საუბრებიდან და ახლა თქვენ ამ 4 პუნქტს სლაიდზეც ხედავთ. პირველი ეს არის მამა სულკალმახის სახელი, მეორე გახლავთ კავშირი შუმერულ ცივილიზაციასთან, მესამე ეს არის თეიმურაზ ბატონიშვილის ისტორია იბერიისა და ამოღებული გარკვეული მონაკვეთები, რაც ჩვენ გვეხმარება ანალიზის ჩატარებაში და გარკვეული, თუ შეიძლება ასე ითქვას, გასაიდუმლოებული მომენტების გარკვევაში და მეოთხე ეს გახლავთ მგლის ლეგენდა, რომელზედაც მე ჩემს საუბრებში ვისაუბრე და ეს უნდა ითქვას, რომ მხოლოდ პირველად გაჟღერდა და პირველად დაიბეჭდა აი ამ წიგნში მიჯაჭვული ამირანის ლინგვო-კულტუროლოგიური ქსელი. ამაზე ცოტა დეტალურად, ცოტა მოგვიანებით შევჩერდები, ახლა კი მოდი დავიწყოთ სწორედ პირველი საკითხიდან. შეგახსენებთ, რომ ამირანის
მამის სახელი იმდენი აღმოჩნდა მიხეილ შიქოვანის მიჯაჭვულ ამირანში, რომ ფაქტობრივად აი ეს სიმრავლე სახელისა ჩვენ არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თქვათ ჩვენ ვიცით ამირანის მამის ვინაობა. საქმე იმაშია, რომ როდესაც ჩვენ არ ვიცნობთ პიროვნებას, არ შეგვიძლია მისი იდენტიფიკაცია, ჩვენ ან არ გაგვაჩნია მისი სახელი ან გვარი ან წარმომავლობა და ასე შემდეგ, ან იმდენია, რომ ფაქტობრივად შეუძლებელია იქიდან რომელიმე კონკრეტული ერთეულის აღება და იმის თქმა, რომ აი ეს არის სწორედ ის, რასაც ვეძებდით. აქედან გამომდინარე, სულ კალმახის სახელი თუ გახსოვთ ორი თვალსაზრისით განიხილება. ზოგიერთი მკვლევრის თვალსაზრისით სულ კალმახი მომდინარეობს ქართველური სინამდვილიდან, მაგრამ ზოგიერთების მიხედვით კი იგი უფრო ახლო აღმოსავლეთის ცივილიზაციებთან არის დაკავშირებული. შეგახსენებთ, რომ ახლო აღმოსავლეთის ცივილიზაციებთან პირველად სახელი სულ კალმახი დაუკავშირა გიორგი მელიქიშვილმა და მან თქვა, რომ სულ კალმახი მომდინარეობს სახელიდან სუკ კალმახ, ეს ელამური სახელიაო, რომელიც მეფეს აღნიშნავდა, ანუ უმაღლესი მმართველის წოდება გახდათ. მისი აზრით ამ სახელის სესხება ქართულში ან ქართველურში, მოდით ასე ვიტყვი, უნდა მომხდარიყო ძველი წელთა აღრიცხვის მესამე მეორე ათასწლეულების მიჯნაზე. აღნიშნული თემატიკა გააღრმავა ბატონმა ჯემალ შარაშენიძემ და ახლა ზუსტად ბატონ ჯემალის მასალაზე დაყრდნობით მოცემული ანალიზის მოკლე შეჯამებას მოგახსენებთ. ბატონ ჯემალს გაანალიზებული აქვს სწორედ ეს სუკ კალმახ, ახლა თქვენ ხედავთ სლაიდზე მარჯვენა მხარეს დაწერილ ლოგოგრამას, რომელიც მისი აზრით უნდა ყოფილიყო საფუძველი ქართული სულ კალმახის წარმოქმნისა. აღნიშნული სახელი მისი აზრით პროტოშუმერულ ლექსიკას მიეკუთვნებოდა და ეს მართლაც ასია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ პროტოშუმერული და შუმერულის სამწუხაროდ ერთმანეთისაგან გამიჯნა ჯერჯერობით ასირიოლოგებს მაინც ვერ მოუხერხებიათ. ერთადერთი რაღაც, რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სუკ კალმახი, როგორც ეს ბატონმა ჯემალმა გაანალიზა, ორთოგრაფია შეუცვალეს, გაასწორეს ორთოგრაფია, რომლის საშუალებითაც უკვე სუკ კალმახ სინამდვილეში გამოვიდა სუკალმახ და ეს სუკალმახ უკვე არის და მომდინარეობს ქართული ლექსემიდან საკალმახე. თითქოს რა კავშირი უნდა ქონოდა საკალმახეს აი ამ შუმერულ სიტყვასთან, მაგრამ აღნიშნული სიტყვების მნიშვნელობების შეერთებით, ანუ საკალმახე და მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელის წოდება, რა მნიშვნელობაც მას შუმერულში ჰქონდა, უკვე გვიჩვენებს ჩვენ, რომ ფაქტობრივად საკალმახე წარმოადგენდა იმ უმაღლეს დაწესებულებას, რომელ უმაღლეს დაწესებულებაშიც ხდებოდა ადგილობრივი მცხოვრებლების, ანუ ეგრეთ წოდებული შუმერების ამ შემთხვევაში განათლება და მათთვის ცოდნის მიწოდება. ისევ და ისევ აი ეს სუკალმახ, ანუ ქართველური საკალმახედან წამოსული ერთეული ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული ეგრეთ წოდებულ დინგირ სუკალმახთან. ჩვენ ამ სახელზე ჩვენ საუბარში პირველ ციკლში ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ, ამიტომ მე რა თქმა უნდა აქ ძალიან მოკლედ მოგახსენებთ. საქმე იმაშია, რომ აღნიშნული სიტყვა ასევე ძალიან ძველია, მაგრამ მას უკვე აქ ღვთაების მნიშვნელობა გააჩნია. ანუ აქ სუკალმახი ორი კანით როდესაც იწერება, წარმოადგენს ღვთაებას. აქედან გამომდინარე, თუ გახსოვთ, პროფესორად შეგახსენებთ იმ ფაქტს, რომ აღნიშნული სახელის ანალიზმა
ჩვენ მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ დინგირ სუკალმახ, რომელიც ღვთაება სუკალმახს ნიშნავდა შუმერულად, ფაქტობრივად მომდინარეობს სულ კალმახიდან, ანუ ამირანის მამის სახელიდან და დინგირ რომ უწერია წინ, ეს ნიშნავს ღვთაებას. ფაქტობრივად გამოდის, რომ შუმერულში წაღებული იქნა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ქართული სახელი სულ კალმახი და იგი ამაღლდა ღვთაების რანგში. აქვე გავახსენებთ იმასაც, რომ სწორედ აი ეს სუკალმახები, სულკალმახიდან წამოსული, ასე ვთქვათ, წოდების მქონე ხალხი წარმოადგენდა იმ პედაგოგებს, იმ მასწავლებლებს, მოდით ასე ვიტყვი, იმ პროფესორებსა თუ აკადემიკოსებს, რომლებიც ასწავლიდნენ აი იმ საკალმახე დაწესებულებებში. აქედან გამომდინარე, თვითონ ეს სულ კალმახი, ჩვენი ქართული სახელი, რომელშიც უკვე თევზის მნიშვნელობა კალმახი ძალიან, ასე ვთქვათ, ფართოდ ფიგურირებს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და საჭირო იყო კიდევაც მისი ანალიზი. ამ სულკალმახში ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ეს ფაქტობრივად ამირანის მამაზე საუბრის დროს ჩვენ უნდა ვისაუბროთ ამირანის მამაზე, როგორც ერთის მხრივ ადამიანზე, ხოლო მეორეს მხრივ კი როგორც კალმახზე. შეიძლება ითქვას, რომ ამირანის მამას ორი იპოსტასი, ორი სახე გააჩნდა ადამიანისა. ამ შემთხვევაში გვახსოვს, ხო, ის ხანმონადირე იყო და ხანმჭედელი და ასე შემდეგ და მეორეს მხრივ კიდე კალმახის სახე. აი ეს თევზისა და კალმახის ორსახეობრიობა პირდაპირ უკავშირდება უანის სახელს. თქვენ ხედავთ ახლა სლაიდის მარცხენა კუთხეში, სწორედ სულკალმახის შემდეგ მოცემული სახელია ეს უანი და უანი ბეროსუსის მიხედვით შეგახსენებთ, ეს მესამე ძველი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნის მარდუქის ტაძრის უფროსი ქურუმი გახლდა და მას ხელი მიუწვდებოდა უძველეს ხელნაწერებზე, ამ შემთხვევაში უпроსტად უძველეს დოკუმენტებზე, წერით დოკუმენტებზე და მისი ბაბილონიკას მიხედვით, ანუ ბაბილონის ისტორიის მიხედვით, უანი იყო ის პირველი ურჩხული, რომელიც ამოდიოდა ერიტრიის ზღვიდან, რომ ფაქტობრივად ერიტრიის ზღვა გახლავთ სპარსეთის ყურე, ამოდიოდა ხოლმე ერიტრიის ზღვიდან, ასწავლიდა ადგილობრივებს მეცნიერების სხვადასხვა დარგებს. იქ იყო მეურნეობაც, იქ იყო მშენებლობაც, მეცხოველეობაც, იქ იყო ასტრონომიაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამაზე არ შევჩერდები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც უანთან არის დაკავშირებული, მართალია ეს არის ცივილიზაციის საფუძვლების შეტანა შუმერის ტერიტორიაზე, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა გამოვყოთ უანის მიერ დამწერლობის მიცემა ადგილობრივი მოსახლეობისათვის. დამწერლობა უაღრესად მნიშვნელოვანი მახასიათებელი თვისება გახლავთ კაცობრიობისა, ვინაიდან როდესაც დამწერლობას შეიძენს ესა თუ ის მოსახლეობა, ის უკვე უკან მოუბრუნებლად მიდის ცივილიზაციის გზაზე. მაშასე გამოვიდა, რომ ჩვენი სულკალმახიდან წამოსული შუმერული ღვთაება სულკალმახი, რომელიც ასევე პირველად სულკალმახის სახელს ატარებდა, იგივე არის, რაც უანი, რომელიც ღია ტექსტით დაფიქსირებული არის, როგორც თევზკაცი, რომელმაც მისცა განათლება და ცოდნა მიუტანა შუმერის ადგილობრივ მოსახლეობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, იმიტომ რომ სახელის სულკალმახის მნიშვნელობა სრულიად სხვანაირად ხსნის. გაგახსენებთ ქართული მეცნიერების შეხედულება სულკალმახზე, უბრალოდ არ იცოდნენ, ასე იგი, რანაირად აეხსნათ აი ამ სულკალმახის სახელის ეტიმოლოგია, მისი წარმომავლობა, ხან მაგალითად სულაკურდღელს უკავშირებდნენ, ხო, ბატონ მიხეილ ჯავახიშვილი აკეთებდა ამას და საინტერესო არის
ოთარ ფრუმიშვილის ამირანიანის ფურცლებზე დაწერილი ასეთი ფრაზა, რომ სულკალმახიო სულაც და სულაც ქართული სინამდვილიდან შეიძლება მოდიოდეს, იმიტომ რომ ქართული იხსნებაო და ერთ ვარიანტში ამირანიანის თქმულებებისა და სულკალმახი ამირანის მამა კალმახად გადაიქცევაო. ახლა ეს კალმახად გადაქცევა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი გახლავთ. იმდენად რამდენადაც იგი ამაგრებს უკვე კალმახის ფენომენის, ანუ ვიმეორებ თევზის ფენომენის არსებობას ამირანის მამის სახეში. ეს გარკვეულწილად იგი თევზი წარმოადგენს ამირანის მამის შილება, ასე ითქვას, დაფარულ ზოომორფულ სახეს. ახლა აქედან გამომდინარე ისმის კითხვა თუ ჩვენ თუ გქონდა რაიმე ისეთი დამამტკიცებელი საბუთი, რომელიც გვეტყოდა, რომ აი დიახ, აი თქვენს მიერ ჩატარებული ლინგვისტური ანალიზი, რომ სულკალმახიდან მოდის ეს შუმერული დინგირ სულკალმახ, რომ ესენი აღნიშნული სახელები იგივეა, რაც უანუ და ეს გაერთიანება აღნიშნული სახელებისა მოხდა, რა თქმა უნდა, თევზ კაცის სახის საფუძველზე, იმიტომ რომ ყველა ამ პიროვნებას ახასიათებდა სწორედაც რომ ადამიანისა და თევზის სახე. დიახ, აღმოჩნდა რომ ქონდა და აქ შეგახსენებთ თეიმურაზ ბატონიშვილის იბერიის ისტორიას, სადაც იგი გვატყობინებს, რომ ეს ურჩხულიო, ანუ ეს უანი, რომელმაც ცივილიზაცია მიიტანა შუმერში, სულაც არ იყო ურჩხულიო, არამედ ეს იყო ბრძენკაცი ძლიერ განსწავლული ზღვათაშინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს იყო ძალიან გამოცდილი მეზღვაური და მას ასე ვთქვათ შეეძლო არა მარტო ასე ვთქვათ სანაოსნო გზების გარკვევა და ასე ვთქვათ დაფიქსირება და ასე შემდეგ, არამედ იგი ამავე დროს ებრძოდა ხოლმე წყლის ურჩხულებს. აი წყლის ურჩხულებთან ბრძოლის შედეგად მან ერთ-ერთ ურჩხულს გააძრო თავისი ტყავი, ურჩხულს გააძრო ტყავი და ეს ტყავი მოისხა მოსასხამად, ისე რომ მის თავზე თევზის თავი იყო, თუ შეიძლება ასე ითქვას, დამაგრებულივით, ხო? მე მინდა რომ ჩვენმა ტელემაყურებელმა ძალიან დიდი ყურადღება მიაქციოს აი ამ ფაქტს. ესე იგი, რაღაცა ცხოველის ტყავის შემოხვევას, აი ამ ტყავში ჩაჯდომას, ხო? ეს ტყავში ჩაჯდომა, ეს ფორმულა, ეს გარკვეული კუთხით წარმოადგენს მითოლოგემას, რომელიც შემდეგ უკვე მეორდება სხვადასხვა ცხოველებთან და სხვადასხვა კულტურებთან დაკავშირებით და ქართულ ხალხურ თქმულებებშიც და ასე შემდეგ. ამაზე უბრალოდ არ შევჩერდები, მაგრამ თვითონ ფენომენი არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ უსვამ ხაზს ახლა, იმიტომ რომ როდესაც აი ამ სხვა ცხოველის ტყავის მოსხმა ხდება, ამ შემთხვევაში ხდება ქართველის სახის დამალვა, ანუ ქართველი უჩინარდება. იგი ამ შემთხვევაში უკვე არის გასაიდუმლოებული პიროვნება, გასაიდუმლოებული ბრძენი თუ გნებავთ აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში და მაგალითად იგივე უანი, რომელიც ასევე წარმოადგენდა ქართველი კაცის, ქართველი ადამიანის გასაიდუმლოებულ სახეს და იგივე სულკალმახი სწორედ ასევე ქართულ თქმულებებში გვიჩვენებს, რომ ამირანის მამა ასე ვთქვათ, სახელდაფარული იყო. ჩვენ არ ვიცით ზუსტად ამირანის მამის შეხედულება, მისი ნამდვილი სახელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ ვიცით მხოლოდ და მხოლოდ მისი დაფარული სახის სახელწოდება, რაც არის სწორედ სულკალმახი. კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც თეიმურაზ ბატონიშვილის ნაშრომში გვხვდება, ეს არის თვითონ აი ამ განსწავლული მეზღვაურის საცხოვრებელი ადგილი და
და იგი ამბობს, რომ ეს პიროვნება შავი ზღვიდან არისო. უფრო სწორად იგულისხმება, რა თქმა უნდა, შავი ზღვის პირა ტერიტორია და შავი ზღვის პირა ტერიტორია შეიძლება ჩვენ ბევრი ვიფიქროთ, მაგრამ როდესაც მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ მთელი რიგი სახელები სწორედ ქართველურით იშიფრება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში უკვე სრულად ნათელი ხდება, რომ ეს პიროვნება, ანუ უანი, როგორც ამას ბატონი თემურაზ ბატონიშვილი განსაზღვრავს, ყოფილა სწორედაც, რომ საქართველოს ტერიტორიიდან ქართველი ხალხით დასახლებული ტერიტორიიდან. აი ასე ჩვენი ლინგვისტური გამოკვლევა ფაქტობრივად გასტურდება, როგორც ისტორიული ფაქტებით და ამ შემთხვევაში იბერიის ისტორიაზე მაქვს მე აქცენტი გაკეთებული, გარდა ამისა თურმე კიდევ გვაქვს სხვა აქამდე უცნობი ლეგენდა იმის შესახებ, რომ ქართველები დიახაც რომ კალმახების ანდა მოდით ასე განზოგადებული სახით კალმახის ტყავით დაფარული ერი გახდათ. მე მინდა ახლა დაუბრუნდე ისევ აი ამ ჩემს მონოგრაფიას მიჯაჭვული ამირანის ლინგვოკულტუროლოგიური ქსელი, რომლის ბოლოშიც დანარჩი მოცემული არის მგლის ლეგენდა. მე მაშინაც ვახსენე პირველი ციკლის საუბრების დროს, რომ ეს მგლის ლეგენდა მე ქალბატონმა ნუკრი ცერცვაძემ გადმოცა და სურს კიდევ ერთხელ გავაჟღე, რომ მისი სახელი იმდენად რამდენადაც ძალიან მადლიერი ვარ მისი თუკისადმე რაიმე ისეც იპოვნიდა, რომ აი თვითონ ფიქრობდა, რომ შესაძლებელი იყო მე ეს როდესმე გამომდგომოდა ჩემს გამოკვლევებში, ეგრევე მოდიოდა და მოჰქონდა ხოლმე ჩემთან და აი ერთხელ ქალბატონი ნუკრი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ოთარ ნაჭრეპიამ როგორც იქნაო მგლის ლეგენდა დამაწერინაო და მოგიტანეო ეს ლეგენდაო, ეხლა ალბათ ამ წუთში არა, მაგრამ მოვადრო, როდესაც შენ ის დაგჭირდებაო. მართალი გითხრათ, მაშინ დასაუბარი არის 2004 წელზე. მაშინ მე ძირითადად უფრო შუმერულით ვიყავი გატაცებული და სულ შუმერულზე მქონდა გაკეთებული აქცენტი და ვფიქრობდი, რომ ქართულ ფოლკლორთან მე ასე ვთქვათ სრულიად განსხვავებული სფეროდან შემოსულ პიროვნებას, ასე ვთქვათ ბევრი არაფერი ღირებულის შეტანა არ შემეძლო, მაგრამ აი გავიდა 20 წელიწადი, 20-21 წელიწადი და ქალბატონი ნუკრი ცერცვაძის სიტყვები ახდა. მე დამჭირდა სწორედ აი ეს მგლის ლეგენდა და არა მხოლოდ დამჭირდა, არამედ მასში უამრავი მტკიცებულება ნახე იმის, რომ თურმე სულ კალმახი და ამირანის მამა უშუალოდ დაკავშირებულები არიან თევზის სიმბოლოსთან. ეხლა მე მინდა ისევ წავიკითხო ძალიან პაწაწინა ამონარიდი მგლის ლეგენდიდან, სადაც საუბარი არის სწორედ ქართველ ერზე, როგორც კალმახის ტომზე და მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ ქართველი ერი იცით განსხვავებული ზოომორფული სახეებით არის წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა კულტურაში და ერთ-ერთი მათგანი, რომელიც არის თევზი და სამწუხაროდ ჩვენთან ეს აი ჩვენს თქმულებებში მე ვიტყოდი და არც მეორად ეგრეთ წოდებულ სამეცნიერო ლიტერატურაში, ეგრეთ წოდებულ მეორე ლიტერატურაში ჩვენ არ შემხვედრია აი ასეთი კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თევზი არის ერთ-ერთი უძველესი სიმბოლო ქართველი ერისა და ჩვენ ახლა ამაში დავწუნდებით და ძალიან მინდა აი ეს მონაკვეთი კიდევ ერთხელ წავიკითხო. მაშასე თქვენ ეს პატაწინა ტექსტი ახლა სლაიდზეც გაქვთ გამოტანილი. კავკასიის რეგიონში ცხოვრობს კალმახთა ტომი, წყემსთა და შემდეგ მეომართა ტომი. ეს არის ქიანა ქვეყანა. სულ კალმახია კალმახ ტომთა სულიერი მოძღვარი და მწყემსი თავისი ტომისა.
საქმირითოდ სულ კალმახს კალმახები მიჰყავს სულ მაღლა მშობლიური მდინარეების სათავეებში ძალიან ვთხოვთ აი ამ ფრაზას დააკვირდეთ საქმირითოდ სულ კალმახს კალმახები მიჰყავს სულ მაღლა მშობლიური მდინარეების სათავეებში იმიტომ რომ ჩვენ ეს შემდეგ მეორე საუბარში უკვე დაგჭირდება და ვნახავთ თუ როგორ არის აი ეს წინადადება განსხეულებული ერთ-ერთ შუმერულ საბეჭდავში. შემდეგ, მათი წინამძღოლები არიან ორაგულები, ანუ ორაკულები. ორაგულები ამალით წინუძღვებიან კალმახებს საქვირითოდ ზენა სოფელს. კალმახები იქ ქვირითობენ, მრავლდებიან, ქვირითიდან ჩდებიან, ეს ველი მთლიანად მათი სამშობლოა და უკაცრავად დაუკამბრუნდებიან კალმახ ხეთები. ეს ველი მთლიანად მათი სამშობლოა. კალმახებისა და მათი სამშობლოს ზეციური მფარველია დიდა ვოი ნანა. მაშასე ჩვენ უკვე ვნახეთ რომ თურმე ამირანის მამის კავშირები თევზის სიმბოლოსთან არ ყოფილა უსაფუძვლო. თურმე ჩვენ ამაზე ჩვენი საკუთარი ლეგენდების გვეუბნებიან და ამ ლეგენდებში მოცემული არის ის დაფარული ინფორმაცია, რომლითაც ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ჩვენი წარსულის გამოკვლევის დროს. მაშასე ახლა თქვენ სლაიდზე ხედავთ ამირანის თევზისეულ გენეალოგიას. ამ გენეალოგიის თავში, რა თქმა უნდა, არის კალმახების ტომი და სლაიდზე ხედავთ თქვენ ახლა ამას. შემდეგ მოდის, რა თქმა უნდა, სულ კალმახი, რომელიც არის სულიერი მოძღვარი და წინამძღოლი ქართველი ერისა. აი ამ სულიერი წინამძღოლიდან, სულ კალმახიდან მოდის უკვე დინგირ სულ კალმახ, რომელიც არის შუმერული სულ კალმახი. მომდინარე სწორედ ქართული სიტყვიდან და ღვთაების რანგში აყვანილი მეცნიერი, პედაგოგი, პროფესორი და ასე შემდეგ. შემდეგ მოდის უანი, ანუ თევზის სახეზე, სახის საფუძველზე გაერთიანებული აი ეს სამეული. და ამის შემდეგ ჩვენ უკვე გვაქვს გამოცდილი მეზღვაური შავი ზღვიდან. აი როგორც ხედავთ, სპეციალურად ქართველური კომპონენტები მე ყვითელი არშივით მაქვს შემოვლებული, რომ უფრო ნათლად გამოჩნდეს ის ფაქტი, რომ შუმერული არის სადღაც ქართველურის შუაში. ანუ როგორ გითხრათ, თითქოს წიგნივით არის, აი ეს ყდები არის სულ ქართველური, ხოლო შიგნით მოცემული 1-2 ფურცელი შუმერული. თქვენ აქ ხედავთ, რომ უანის გასწვრივ კიდევ ერთი მომენტია, თუ შეიძლება ასე თქვას, გამოტანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს საკითხიც არის ხაზგასმული. რას ნიშნავს ეს გამოტანილი კომპონენტი? ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ჩვენ საუბრობთ თევზის სიმბოლიკაზე და ეს გენეალოგია, რომელიც რა თქმა უნდა წინ უსწრებდა ამირანის გაჩენას, რა თქმა უნდა მას გენში უკვე ჰქონდა ჩადებული. ამ შემთხვევაში ჩვენ გავჩავდივართ ქრონოლოგიის მიხედვით, რომ ვიმსჯელოთ, უბრალოდ რელატიური ქრონოლოგიის მიხედვით, რომ ვიმსჯელოთ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სულ კალმახი საკმაოდ ძველი სახელია, იგი გაცილებით უფრო წინ უსწრებს ეგრეთ წოდებულ პროტო-შუმერულ, ანუ შუმერულ ცივილიზაციამდე არსებულ რომელიღაცა კულტურას. შემდეგ მოდის უკვე უანი, ისევ შუმერული და შემდეგ უკვე გამოცდილი მეზღვაური, ანუ შემდეგ მოდის ფაქტობრივად უკვე დამატებითი ინფორმაცია ამის შესახებ. რაც შეეხება კალმახების ტომს, თუ უშუალოდ რომელ ათასწლეულში ასე ვთქვათ უწოდებდნენ ქართველებს კალმახების ტომს, ამაზეც ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ, მაგრამ ის რომ იგი ძალიან გვიანია და ამ შემთხვევაში ჩვენ შუმერული სახელის ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავათარიღოთ გვიანი ურუკის წლით, ეს გახლავთ ძველი წელთაღრიცხვის დაახლოებით 3500 წელი, გამოდის რომ ჩვენი ამირანიანი თურმე ძველი
წელთა აღრიცხვის 3500 წელს უკვე არსებობდა და თუ ჩვენს 2000 წელსაც ვუმატებთ, გამოდის უკვე რომ მთლიანობაში 5500 წლის გამოდის ჩვენი ამირანიანის თქმულებები. და ახლა ნახოთ, იყო თუ არა აი ამ გვიან ურუკზე უფრო ადრე კიდევ სხვა თევზის კულტი, რომელიც შეიძლებოდა რომ დაკავშირებული ყოფილიყო ქართულთან და აი ეს გამოტანილი გვერდზე პატარა მონაკვეთს ჩარჩოში ჩასმული ინფორმაცია სწორედ მაგას გვატყობინებს. საქმე იმაშია, რომ წარღვნის მერე, როგორც ეს შუმერულ მეფეთა სიაში ეს თიხის ფირფიტებზე დაწერილი დოკუმენტი გახლავთ, შუმერი მეფეების სიაში ნათქვამი არის, რომ წარღვნის შემდეგ შუმერში 5 პირველი ქალაქი აშენდა. აი ამ 5 ქალაქს შორის ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ერიდო. ეს ერიდო და ზოგადად არა მარტო ერიდო, არამედ ყველა ქალაქი შუმერში ტაძრის გარშემო შენდებოდა ხოლმე და აი ეს ცენტრალური ტაძარი, რომლის გარშემო შემდეგ უკვე ერიდო გაშენდა, აი ეს ტაძარი მიძღვნილი იყო თევზის კულტისადმი. უпростовად მოდით ასე ვიტყვი, ღვთაება ენქისადმი, რომელიც იყო მიწისქვეშა წყლების, ოკეანეების, ასევე ჯადოსნობის სიგრძით და ასე შემდეგ გამრიგე და მას თაყვანს სცემდნენ თევზის სახით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ეს ტაძარი გაითხარა, აღმოაჩინეს საკურთხეველთან თევზის დამწვარი ძვლები, რაც იმას ნიშნავს, რომ ხდებოდა ხოლმე თევზის შეწირვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, იმიტომ რომ ერიდო აშენებული იყო, როგორც არქეოლოგები ათარიღებენ, მას ძველი წელთა აღრიცხვის 5400-5300 წლებში და ამ ტაძარს თვითონ ერქვა ეაბზუ და როგორც უკვე ვთქვი, მისი ასე ვთქვათ, ეს ტაძარი აშენებული იყო ენქის საპატივსაცემად და იქ ხდებოდა თევზის კულტის თაყვანისცემა. თუ თევზის კულტის თაყვანისცემა უკვე ჩამოყალიბებულია როგორც გარკვეული რელიგიური სისტემა, ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეული ინფორმაცია, ტექსტური ინფორმაცია უკვე თევზის შესახებ, რა თქმა უნდა, რომ არსებობდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე ჩვენს მიერ გაკეთებულ ამ ანალიზს, გენეალოგიურ სქემას პირდაპირ დაუკავშირებთ ამ ერიდოს. კი არ დაუკავშირებთ მხოლოდ, არამედ თვითონაც უკავშირდება. ეს კავშირი ძლიერდება იმითაც, რომ ერთ-ერთი ჩემი პირველი ციკლის საუბრის დროს მე ვახსენე, რომ ენკი არის ქართული ლექსემებისგან შემდგარი სახელი და ეს ნიშნავს ენა მიწისა. ანუ ენა როგორც ენა აქ თხზვის საფუძველზე ბოლო ხმოვანი მოკვეცილია და კი მომდინარეობს შუმერულიდან. ანუ ჩვენ ამ შემთხვევაში გვაქვს ქართულ მეგრული ჰიბრიდი. აი ეს ენკი, როგორც უკვე გითხარით, იყო რა თქმა უნდა აი ამ წყლის სტიქიის გამრიგე და ბუნებრივია, რომ სწორედ მას ეკუთვნოდა სწორედ თევზთა სამყაროც. აი ასეთი ძალიან საინტერესო, მე ვიტყოდი, გენეალოგიური სივრცე აქვს, არა ხაზი ერთი, არამედ სივრცე აქვს სწორედ ამირანს თავისი მამის მეშვეობით თევზთან დაკავშირებით. ეს რაც შეეხება და ეს ყველაფერი, რაც ჩვენ ახლა ვთქვით, ფაქტობრივად ემყარება ჩვენს მიერ უკვე ჩატარებულ გამოკვლევას, რაც წარმოდგენილი იყო პირველი ციკლის პირველ, მეორე და მესამე საუბარში. ახლა ჩვენ უნდა ვნახოთ, მართალია თუ არა ის, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ, გვაქვს თუ არა კიდევ ქართველთა თევზის ხატებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ამასთან დაკავშირებით უნდა ვახსენოთ აუცილებლად ვეშაპოიდების ფენომენი. 1930 წელს გამოვიდა მარისა და სმირნოვის წიგნი, რომელსაც რუსულ ენაზე, რომელსაც ქვია ვიშაპი და მან
ნიკო მარმა თავის არქეოლოგიურ ჯგუფთან ერთად გათხარა ანი და ანში აღმოაჩინა ვეშაპები, ანუ ქვასვეტები, რომლებსაც ჰქონდათ ვეშაპის გამოსახულება. თვითონ ვეშაპის ფორმა ჰქონდა და საინტერესო ფაქტი იყო ის, რომ აღნიშნულ ვეშაპებს ჰქონდათ ჰორიზონტალური მდებარეობა, ანუ ისინი მიწაზე იწყდნენ. ერთი ქვასვეტის გარდა, რომელიც ვერტიკალურ მდგომარეობაში იყო. საქართველოში აღმოჩენილ ქვასვეტებზე, ვეშაპოიდების ქვასვეტებზე კი ვითარება საპირისპიროა. საქმე იმაშია, რომ ჩვენთან ყველა ვეშაპი, ასე ვთქვათ, ვერტიკალურ მდგომარეობაშია თავით ზევით, ანუ ზეცისკენ, ხოლო ერთი ვეშაპოიდი არის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. აი ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი აღმოჩნდა და ამასთან დაკავშირებით მე კამათიც კი მიმდინარეობდა თუ რა უნდა ჩაეთვალათ საწყისად, რომელი პოზიცია თევზისა უნდა ყოფილიყო ეს ვერტიკალური თუ უნდა ყოფილიყო ჰორიზონტალური და ბოლოს მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ რა თქმა უნდა აღნიშნული პრობლემა უნდა გადაწყვეტილიყო სწორედაც რომ ვეშაპოიდების ვერტიკალურ პოზიციაზე. ერთი პატარა განმარტებასავით ვიტყვი, ვეშაპები მთლიანი თევზის გამოსახულებები, ასე ვთქვათ, როგორც ქანდაკება რომ წარმოიდგინოთ, ხო, ქვასვეტი, მაშინ როდესაც ვეშაპოიდები მხოლოდ და მხოლოდ თევზის ერთ ნაწილს ნაწილობრივად წარმოგვიდგენენ. აი ეს ვეშაპოიდები მოვსეს ხორენაცის მიხედვით თურმე ცხოვრობდნენ მასის მთის შემოგარენში. ახლა ეს მასის მთა, ანუ იგივე არარატის მთა გამოჩნდა ამ შემთხვევაში უკვე და საინტერესო არის თუ რა ტერიტორიაა ეს. ნუ მოგეხსენებათ რომ არარატის მთა უფრო სამხრეთით მდებარეობს ჩვენგან და როგორც ჩანს იგი ქართველური ტომებით იყო ეს ტერიტორია დასახლებული. ყველაზე საინტერესო არის ამ შემთხვევაში ჩემთვის ის, რომ მოვსეს ხორენაცი, რომელიც მე-6 საუკუნის იყო თუ არ ვცდები, ისტორიკოსი სომეხი, იგი ამბობს, რომ მასის მთაზე ვეშაპები ცხოვრობენ. და თუ ვეშაპები ცხოვრობენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში საუბარი არის ქართველურ ტომებზე, მაგრამ არა ქართველურ ტომებზე პირდაპირ კი არ ასახელებს, არამედ ასახელებს მათ წყალმოსხმულ სახეს, ანუ მათ დაფარულ ზოომორფულ, ასე ვთქვათ, სახეს. ახლა რაც შეეხება მასის მთები 2012 წელს ჩემს ერთ-ერთ მონოგრაფიაში მე ვწერდი რომ აი ეს მასის მთა რომელიც სომხების მიერ იყო შერქმეული რა თქმა უნდა უჩვენებს ისევ რომ ეს ქართველების მასხების მთა გახლავთ უბრალოდ მასის გამოყენებული არის პირველ კომპონენტად მას, ანუ მასხის პირველი ნაწილი, ხოლო მეორე ნაწილი კი გახლავთ ჩვეულებრივი ნათესაობითი ბრუნვა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თვითონ სომხების მიერ მიცემულ აი ამ სახელში უშუალოდ ჩანს, რომ ეს მთა და ეს შემოგარენი, სადაც ვეშაპები ცხოვრობენ, ეს ჩვენი კი არ არისო. ეს არის მასების ტერიტორიაო და ჩვენ ვიცით რომ მასის მთას კიდევ ქონდა გორდუაიონ როგორც ამას იოსებ ფლავიუსი თავის ნაშრომში აღნიშნავს და ამბობს რომ ეს ბეროსუსიდან ავიღეო აი ამ მთას კიდევ ეგრეთ წოდებული გორდუაიონ ავიდივე ქორთუს ანუ იგივე კორდუხის მთა გახლავთ. აქედან გამომდინარე მივიღეთ რომ ჩვენ გვაქვს აგრეთვე დადასტურება იმისა რომ თევზის კულტი ქართველებში თურმე ძალიან გავრცელებული ყოფილა და არა მარტო გავრცელებული ყოფილა არამედ იგი გარკვეულწილად სხვა ერის წარმომადგენლებს სწორედ აი ასე თავისი შეფარული სახით ანუ თევზის სახით წარმოუდგებოდა
ეხმაურა ხოლმე. ერთი საინტერესო რამ, რაც მე მინდა ვეშაპებთან დაკავშირებით ვთქვა და აი ამ მოსხმასთან დაკავშირებით ვთქვა, გახლავთ ის, რომ ამ ვეშაპოიდების დათვალიერების დროს აღმოჩნდა, რომ ერთ ვეშაპს მოსხმული ჰქონდა ხარის ტყავი და სადაც თევზის თავი მთავრდებოდა, მას ზემოდან ედგა ხარის თავი. პირთან მას წერო იყო გამოსახული, რის საფუძველზეც მარი ამბობდა, რომ ესო მზის სიმბოლო გახლავთო. ჩვენ ცოტა უნდა გავაღრმაოთ, რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ აქ მხოლოდ მზეზე საუბარი არ არის, აქ ლაპარაკი არის მზე ჭაბუკზე, იმ მზე ჭაბუკზე, რომელიც ხარის ტყავში, ასე ვთქვათ, ხარის ტყავში დაიბადა და იქ დაამთავრა თავისი, ასე ვთქვათ, მუცლადყოფის განვითარება. ეს გახლავთ იგივე ჩვენი ამირანი, ოღონდ აქაც, რა თქმა უნდა, იგი თავისი დაფარული სახით არის წარმოდგენილი. ახლა განახსენოთ ახლა ხო, რომ ეს ვეშაპოიდები ძველი წელთა აღრიცხვის მე-5,000 წლეულია. ანუ ეს თარიღი ძალიან კარგად უახლოვდება ერიდუს დაარსების თარიღს, იმიტომ რომ ერიდუ დაარსდა მე-6,000 წლეულის შუახანებში, ანუ 5,400 წელს ჩვენი წელთა აღრიცხვით. ახლა ამ მოსხმასთან დაკავშირებით უნდა ვთქვათ ორიოდე სიტყვა, ისე მარის ციტატას გავიხსენებ, რომელიც მიხეილ ჩიკოვანსაც მოხსენებული და აღებული აქვს მარის ხელნაწერებიდან. იგი ამბობს, რომ მარი ამბობს, რომ ქართველებიო თურმე ადრე კულტმსახურების წინ ხარის ტყავს იცვამდნენო. რა ხდება? რა აუცილებლობა იყო იმისა, რომ ტაძარში, ცალოცავში ქართველ, ასე ვთქვათ, მოწამე ქართველ მომსახურეებს უნდა ჩაეცვათ ხარის ტყავი და ისე უნდა ჩაეტარებინათ კულტმსახურება. აქ ჩემი აზრით არის ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი და ეხლა მოგახსენებთ ამას. სხვადასხვა ჩემი გამოკვლევების მიხედვით ადამიანებს დამწერლობა მიეცათ ხარის სიმბოლოთი. ეს ჩემს ნაშრომებში არის, ამაზე უბრალოდ ეხლა ვერ შეჩერდები, იმიტომ რომ ძალიან დიდი თემა გახლავთ. ესე იგი, თუ ხარი არის დამწერლობის სიმბოლო, ის მომენტი, როდესაც ჩვენი ქართველი ბერები იქნებოდნენ, ესენი თუ მდლები იქნებოდნენ, ვინც იქნებოდა, ხო, ვინც ატარებდა კულტმსახურებას, ტყავის ფორმას რო იწვევდნენ, ამას ჰქონდა ორი მნიშვნელოვანი ფუნქცია და დანიშნულება. პირველი ეს იყო ის, რომ ეს აქტი, ხარის ტყავის მოსხმის აქტი წარმოადგენდა დამწერლობის სიმბოლოს, ხოლო თვითონ აი ამ აქტის განხორციელების დროს, ანუ მოსხმის დროს, ფაქტობრივად მათ მოქმედებაში მოჰყავდათ ქართველი ერის მიერ აი ეს თავის დაფარვის მომენტი. ეს ფორმულა, რომ უნდა დაეფარათ საკუთარი თავი სხვებისაგან და მათ უნდა თავისი ზოომორფული ფორმით წარსდგომოდნენ, აი ეს ფაქტი არის სწორედ აი ამ ინფორმაციაში მოცემული. და ახლა უკვე ჩვენი საუბრის დასასრულს მე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო აი ამ ბოლო სლაიდზე, სადაც მოცემული არის ამირანის თევზის წარმომავლობა და ვიტყვი, რომ ესე იგი პირველი და ჯერ კიდევ როგორ ვთქვათ, დაუთარიღებელი მომენტი ეს გახლავთ ქართველების არსებობა როგორც კალმახების ტომისა და ამ კალმახების ტომს ყავდა თავისი წინამძღოლი და თავისი დღეს რო ამბობენ თავისი ლიდერშიპი, ხო? ეს გახლავთ ამირანის მამა სულკალმახი. ეს სწორედ ამ ქართველური ცივილიზაციის სფეროდან შემდეგ უკვე მომდინარეობს შუმერული კულტურა, შუმერული ცივილიზაცია, რასაც ადასტურებს 5400 წლიდან წამოსული თევზის სიმბოლიკა შუმერის ტერიტორიაზე.
ზუსტად იგივე ქრონოლოგიურ მონაკვეთში ჩვენ გვაქვს უკვე ვეშაპოიდები, ეს უკვე საქართველოსთან არც თუ ისე შორს და შემდეგ უკვე ჩვენ გვაქვს მასისა და კორდუხის მთები, სადაც ქართველები ბინადრობდნენ. ბუნებრივია, რომ ქართველების ეს განსახლება მთლიანად მოიცავდა არა მხოლოდ ამიერკავკასიას, არამედ იგი აი ასე მასის მთამდეც ჩადიოდა და უბრალოდ თუ შეიძლება ასე ითქვას, დავამატებდი იმასაც, რომ გაცილებით კიდევ უფრო ღრმად ჩადიოდა, მაგრამ ეს ისევ და ისევ კვლევის საქმე გახლავთ და ამაზე ალბათ სხვა დროს მოგვიწევს ჩვენ საუბარი. მე ვფიქრობ, რომ აი ამით უნდა დავამთავროთ დღეს ჩვენი საუბარი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამირანიანის როგორც თქმულებების არსებობა ფაქტობრივად ჩვენ უნდა ვიგულისხმოთ ძველი წელთა აღრიცხვის 6000 წლების შუახანებიდან დღევანდლამდე. ეს კი მთლიანად იქნება 8500 წელი. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. კარგად ბრძანდებოდეთ.